მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი გამოწერებისთვის და ლაიქებისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ, თქო უნდა გამოიწეროთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ გაშლა კი თუ არა. ჩაიფიქრეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ნახოთ რას ვიპასუხებთ. ტარო შეგისრულდებათ თუ არა ესე თუ ის ჩანაფიქრი, რას გვიჩვენებს, ხომ? გავაკეთოთ სამ ვარიანტზე და ნახოთ რას გვეთქვის. ესე მოვისმინოთ რჩევაც. კონცენტრირდით თქვენს კითხვაზე, კი თუ არა. ნახოთ, ხო? საინტერესო იქნება, ვფიქრობ. ის საკითხი, რაც გაინტერესებთ, გამოვა თუ არ გამოვა, დაგირეკავთ თუ არ დაგირეკავთ, ან კი თუ არა, რასაც უკავშირდება, ხო, რაღაც კონკრეტული პასუხი, რომ მიიღოთ კითხვაზე. დავიწყოთ. პირველმა ვარიანტმა ვინც ჩაიფიქრა, როგორ წარიმართება ან გამოვა არ გამოვა ის საკითხი, რაც აინტერესებს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. ნახოთ. აირჩიეთ ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. ნახოთ. მაშინ დავიწყებ. პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი. კი თუ არა იმ საკითხზე, რაც თქვენ გაინტერესებთ და აქ ერთი მნიშვნელოვნად არის პასუხი კი. ნებისმიერ საკითხს, რაცაც შეეხება, ხო? უყვარვარ თუ არა, რა თქმა უნდა უყვარხართ. შედგება თუ არა შეთანხმება, რა თქმა უნდა შედგება. ფინანსური თემა, ვისაც გაინტერესებთ, დაგეხმარებიან თუ არა, რა თქმა უნდა დაგეხმარებიან. მიიღებთ თუ არა დახმარებას, რა თქმა უნდა მიიღებთ. ასევე სამსახურის საკითხი, პარტნიორული, ხო? ნებისმიერი საკითხი, რაც გაინტერესებთ, თქვენთვის დადებითად გადაწყდება და არის დადებითი პასუხი იმ საკითხში, რაც გაინტერესებთ. ვფიქრობ, აღარ არის საჭირო რაიმე არკანის დამატება. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, ეტლი ამოვიდა. ეტლი, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი პასუხი, ეს არის კი. თანაც ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს საკითხი, რაზეც ფიქრობთ და რაც გაინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და არის დადებითი პასუხი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ დაიცავით ბალანსი, რომ არ დაიღოს წონასწორობა და არ აღმოჩნდეთ ერთი სიტყვით ეტლმა არ გადაუხვიოს გზას ერთი სიტყვით. დანარჩენი, რაც შეეხება სამსახურის დაწყებას, პირად ურთიერთობის განვითარება, რა თქმა უნდა კი, კონტაქტზე გამოსვლა, ზარი, შეტყობინება კი, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხია და აღარაფერს აღარ დავამატებ. ერთადერთი, რაც გითხარით ის, რომ დაიცავით ბალანსი და წონასწორობა, რომ ზედმეტმა სიჩქარემ, ზედმეტმა მოძრაობამ ეტლი არ გადაიყვანოს გზიდან ერთი სიტყვით. ძალიან მიხარია, კარგი არკანები ამოვიდა. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, მესამე ვარიანტი, თქვენს საკითხთან დაკავშირებით, რა იქნება, რა პასუხი იქნება. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა კი, ოღონდ ეს დამოკიდებულია თქვენზე, ჩემო ძვირფასებო, ან პირზე, რომელიც თქვენთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანი პირია. ერთი სიტყვით, თქვენი საკითხის გადაჭრა, თქვენი პასუხი პირადად თქვენზეა დამოკიდებული, ან თუ თქვენზე არა, მაშინ იმ პირზე, ვინც თქვენს სიახლოვეს არის, მას შეუძლია ამ საკითხის მოგვარება, ამ საკითხში დახმარების გაწევა. მაგრამ ყველა ვარიანტში ეს არის კი, ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია მოგიწიოთ ცოტა ლოდინი, მაინც პენტაკლია, მძიმე არკანია, მძიმე იმ მხრივ, რომ პენტაკლები საერთოდ მიწის სტიქია და დიდ ნებისყოფას და დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს ერთი სიტყვით, თქვენს ჩართულობას ასევე, ამიტომ ყველა ვარიანტში იქნება კი, იმ პასუხზე, იმ კითხვაზე, რაც თქვენ გაინტერესებთ, დადებითი პასუხი იქნება, ან როგორც უკვე გითხარით, შესაძლებელია დაგეხმაროთ იმ საკითხში, რაც გაინტერესებთ, ქალბატონი, პიროვნება. შესაძლებელია დედა იყოს, შესაძლებელია მეგობარი ან ნაცნობი, ერთი სიტყვით, რესურსიანი ქალბატონი, ვისაც, ხო, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ოჯახის წევრი,
რომლიდანაც მიიღებთ რაღაც რომლიდანაც შესაძლებელია მიიღოთ რაღაც დახმარება. ეს შეიძლება ფინანსების სახითაც იყოს, შესაძლებელია რჩევაც იყოს, პენტაკლი ნებისმიერი რესურსი შეიძლება იყოს, ხო? ერთი სიტყვით, სამივე ვარიანტში ძალიან მიხარია, რომ დადებითი პასუხები ამოვიდა. სულ ეს იყო დღევანდელი გაშლა, მადლობას მოგახსენებთ, ნახვამდის.